ერთი წლის წინ შევხვდით იდენტობას შევხვდი და მივხვდი რომ ამ საზოგადოებას არ აქვს ხმა არ აქვს, არ მიუწვდება საზოგადოებას ჰეტეროსექსუალებთან და მე ვფიქრობ რომ ისევ აი ჩვენს ქართულ აი ვაშკაცობა რასაც ქვია და ვითომ რაღაცა რა ვიცი მე ამდენი ქართველი ამ ქართველი კაცების ეს ეგო რაც არის ეს აბსოლუტურად რაღაც ძალიან შემაწუხებელი არის რა ეს რაღაც ქართული სიამაყე თუ რაღაცა და მე მგონი ძალიან ჩამორჩებით ყველა სხვა ერს ახლის რამის ახალი ფასეულობების მიღებაში უნდა ვთქვათ რომ ჩვენ არ ვართ ბრძენი პირიქით ჩვენ გვჭირდება რომ ცოტა სიბრძნეს დავადგეთ და ძალიან საჭირო არის რომ თვითონ ეს მათმა ოჯახის წევრებმა არ მოიცილონ ეს ადამიანები რაც ხშირად ხდება ხოლმე სხვენიათ და უტყდებათ და პირიქით არ უნდა უტყდებოდეთ თავისი შვილი არის ის საქმით უნდა გამოირჩეოდეს და არა მისი სექსუალური ორიენტაციის გამო არ უნდა მოხდეს ოჯახში ესეთი აი რაც მესმის ხოლმე რომ უბედურებად მიაჩნიათ ხელოვან ხალხს დღეს საქართველოში არ ფიქრობენ რომ დღევანდელი პოლიტიკური პრობლემები უნდა გააშრუქონ და ნუ აბა რისთვის არის ხელოვნება ესე ვიაროთ რაღაცა ყველას ეხება პრობლემა და ჩვენ რაღაცა მცენარეებით რისთვის არის ხო პირიქით რაც ხდება ხოლმე ნებისმიერ აი მომენტში ახალი რაღაცა პრობლემა გახდება ხო აი ხელოვანს უფრო გაუადვილდება იმიტომ რომ ჩვენაც სამსახურს დავკარგავთ მაგითი და ამიტომ აი სცენაზე ეკრანზე ყველგან უნდა იყოს გაშუქებული თუ არა და მაშინ ხელოვნებას აზრი არ აქვს ჩვენ თუ კომენტარს არ ვაკეთებთ ჩვენი დროზე აი ამ კვირაზე მე თუ არაფერს არ ვიტყვი ჩემ ხელოვნებაში მე არ ვიცი მაშინ რას ვლაპარაკობ ხო საერთოდ